ჩაქვი მახინჯაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზაზე გვირაბებთან გადაუღებელი კოკისპირული წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც გზაზე მოძრაობა შეიზღუდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, გაწმენდითი სამუშაო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 20 ერთეული ტექნიკითა და 70-მდე თანამშრომლის მეშვეობით განახორციელა. ჩაქვის გვირაბთან ჩამოწვეულმა მეწყერმა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილის დააზიანა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჩამოვიდა საკმაოდ დიდი მოცულობის მიწის ვაკისი, რამაც გამოიწვია სავალი ნაწილის ჩაკეტვა, თუმცა დაუყოვნებლივ მოხდა ყველა სახის ტექნიკის მობილიზება. ადგილზე იყო მობილიზებული სრულად როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი წარმომადგენლები. ჩამოწვა მეწყერი დაახლოებით 20,000 მეტრი კუბის 1 საათის განმავლობაში მოხდა 20 ერთეული ტექნიკის მობილიზება. 5 საათის შემდეგ გზა გაიხსნა მთლიანად. უხმანალექმა ბათუმში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და სავარგულები დატბორა. კახაბერის ქუჩაზე კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე მეჯინისწყალმა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებამდე შეაღწია. მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე საათით სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. ადგილობრივების განცხადებით, კალაპოტიდან გადმოსული მდინარე მათთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს.